ვარ ფანტაზიური. მე ტელეწამყვანი მეგობრებო. საქმე გამომიდოდა, ფაჭარის გადაჭერებოდა. ნურხადი მიაჭიდა. გამოვიდა ამშაკროდა. 19. 20. არა, თქვენ წააგეთ უკვე. ყური მიადეთ. დაგაჯვი ფეხებზე. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის Smart Podcast-ის მორიგი ეპიზოდი. მე რამდენია შენ გემახსოვრება? თუ არ ვწდები მესამე. კი. ხო, მოკლედ, მადლობა ყველას, ვინც უყურებთ ჩვენ პოდკასტებს, ვინც ალაიქებთ, ვინც არხი გამოიწერა. თუმცა, უფრო კარგი იქნება, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გამოიწეროს, იმიტომ რომ თორნიკე, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი გვერდის ანალიტიკა. ვნახეთ, რომ ვინც უყურებს ჩვენს ვიდეოს, ჩვენს პოდკასტს, ამის 90% არ არის ჩვენი გამომწერი. ვაუ, ბევრია. ხო და მე ხა ვერავის ვერაფერს ვერ მოვთხოვ რომ აი ესე გააკეთე. მე შემიძლია რჩევა მივცე ადამიანებს რომ გამოიწერეთ. და ასევე თავიდანვე ხო, გეტყვით. მოვთხოვოთ. არა, რატო უნდა არა, რჩევა თუ მოეწონება, გამოიწეროს და ჩვენთვისაც კარგია. მოკლედ თუ გამოიწერთ ჩვენ არხს, ძალიან მადლობლები ვიქნებით და ძალიან გაგვისწორდება და გაგვიხარდება. თავიდანვე გეტყვით, რომ ძალიან დიდი მადლობები უნდა გადაუხადოთ ძალიან ბევრ ადამიანს. რა პირველ რიგში ნახე პროდაქშენს გადაუხადოთ მადლობა, იმიტომ რომ გვეხმარება გვერდში გვიდგანან. არომატოს ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს. კი ბატონო. და ყველას მეგობრებო, ვინც გვიყურებთ, ვინც ალაიქებთ, კომენტარს გვიწერთ, დაგვიწერეთ კომენტარები, ჩვენ ყველაფერს ვკითხულობთ და გავითვალისწინებთ ყველანაირ კომენტარს. მე მაქვს მაგარი იდეა. მიდი აბა გისმენთ. აბა მიდი. შავი სიახო არ გავაკეთოთ. რისი? აი რისი და აი ვინ გვინდა რომ არასდროს არ მოვიწიოთ სტუმრად. ჩვენ აი პოდკასტში. ხო და მაგათი აუ, სია გავაკეთოთ. ძალიან კარგი იდეა, კი. ხო. ანუ შავი სია, ხო. საიდანაც არავის არ მოვიწოთ არასდროს. არასდროს არ მოვიწოთ. კაი, პირველი ვინ უნდა იყოს, ვინც არასდროს არ უნდა მოვიწიოთ ჩვენს გადაცემაში. არ ვიცი. მე ერთი ის მყავს კანდიდატი მყავს. მეც ვარიანტი. მოდი რა ვქნათ, იცი თუ ყველას ვარიანტები გვაქვს, საუნდი დავითვალოთ და ერთდროულად თქვათ, ვინ არ უნდა მოვიწიოთ არასდროს. კი ბატონო. კარგით. დავიწყოთ. 1 2 3 გია ჯაჯანიძე. ხო. რას მეუბნები? კი, ყველა ერთ აზრზე ვართ ესე იგი. ანუ გია ჯაჯანიძე. მოგესალმებით ბატონო გია, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. მოგესალმებით. როგორ ხართ? როგორ განწყობაზე? იდეალურად, ბედნიერი და მიხარია რომ ვარ ცოცხალი. ძალიან კარგი. როგორ მოგწონთ ჩვენი სტუდია? არ გადავირიე, მაგრამ კარგია. ხო, კი. ჩვენი მიზანიც ეგ იყო. რას დაამატებდით? რო არ გადავირიე. დიახ, კი. რას დაამატებდით, რომ აი გადაირიოთ? არა, ჯერ ვითომი იუმორი, უკბილო იუმორი, ხო იცი? ხო. ეხლა რაღაცა ვთქვი ისეთი, რომ აი არ მომეწონ რაღაცა. უფრო მკაცრად მინდოდა მე თქვა, მაგრამ არ გამომივიდა ჩემი ბუნებიდან გამომდინარე. მთავარია რომ არის მყუდრო და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავდაბალი ადამიანი ვარ პრეტენზიული. და რახან პრეტენზია არ გამიჩნდა, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ კარგი გარემოა. დიახ, მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი უნდა გითხრათ ახლა. თქვენ ხომ ფიქრობთ, რომ ახლა შემოხვედით ჩვენს გადაცემაში? სინამდვილეში არ შემოსულ ხართ. იმიტომ რომ ჩვენ არ გამოგვისხადები ხართ არც ერთს. კი. გარეთ ვარ ისე? არ შემოსულ ხართ. დიახ, ჯერ გარეთ ხართ, ჩათვალეთ. ახლა გამოგაცხადებთ ყველას 10-თაოდ. გარეთ მცივა? კი, გარეთ ვარ? კი, ცოტა ცივა, მაგრამ შემოხვალთ აუცილებლად. ხო, მოკლედ, ჩვენ გვაქვს ხოლმე დასაწყისში ესეთი ამბავი, რომ ცალ-ცალკე გვაქვს ხოლმე სტუმრის წარდგენა მოფიქრებული. მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ინდივიდუალური ადამიანები ვართ. როგორც სამივენი და ჩვენ ვარიანტებს შემოგთავაზებთ და თქვენ უნდა აირჩიოთ ერთი ვარიანტი, რომელზეც შემოხვიდოდით სტუმრად ჩვენ პოდკასტში. ანუ თქვენ წარმადგენთ კი, სათითაოდ და მე უნდა მომეწონოს. რომელიც მოგეწონებათ აი ამ გამოცხადებაზე და თუ არც ერთი არ თუ მომწონს, მაშინ გავდივარ. არა, ანუ არ შემოსულთ. ისევ გარეთ ცივად და ვერ შემოხვდით. იზოლებული ვარ. კარგი, გარეთ ცივა. კაი, ვინ დაიწყებს? თუ გინდა დავიწყო? კაი, მიდი. ჩვენი პოდკასტის ახალი სპონსორი, ჩვენი სტუმარია გია ჯაჯანიძე. ეხლა რა უნდა შემდეგ მოგეწონა თუ არ ვარიანტს შემდეგ ვარიანტს მოусმენ. ესე სად არის ეხლა? კარგი, მე ვიტყვი მას შემდეგ ვარიანტს. დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ გია ჯაჯანიძე. მესამესაც მოусმენთ. გარეთ ატლასი, შიგნითაც ატლასი, სულ ატლასი, გია ჯაჯანიძე. კაი. ისი რა ატლასები მომეწონა. ატლასები კარგია. კი, იმიტომ რომ ხო, მე ძალიან დიდი იუმორის გრძნობა მაქვს. ვიდრე თქვენ ამას ხედავთ.
არც ერთი არ გადავირიე, მაგრამ ნუ შედარებით ატლასი მომეწონა. აჰა. ესე ანუ მაგაზე შემოვიდა. და რატომ მომეწონა ისეთ ნაჭერი თვითონ ატლასი მიყვარს ძალიან. გასაგები. და აი სულ იმაში ვლიბლიბე. ანუ არ გვასპონსორებთ. რა სპონსორი რო გამომბაცხადე, ახლა მე გამეხარდებოდა? არა. ჩვენ ვფიქრეთ რომ ეს რა ვიცი, ერთგვარი მინიშნება იქნებოდა თქვენგან რომ არა. კარგი არ გამოვიდა მაშინ ჯერჯერობით აქეთ უარზე ხართ, ესე დამასპონსორეთ. იგი. ჯერჯერობით უარზე ხართ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ და მივაღწევთ იმას, კი, რომ კი. ძალიან მალე კონსენსუსამდე ჩვენი მივაღწევთ. სპონსორი გახდება. დიახ აი რაზეც გამაცირე. მანამ კარგად იყავით თქვენ. მანამ იმედნიერეთ. სადამ მე თქვენ არ დაგასპონსოროთ. დაიწყეთ. კარგით, მოდი მაშინ თავიდანვე დადებითი განწყობა ძალიან კარგია კი, ძალიან მიხარია რომ მე ვიცი ბატონი გიას სიკეთის ამბავი და ეხა ხო ხუმრობს რომ არა მაგრამ მაინც იქნება ჩვენს მას მე დარწმუნებული კაი გავაგზავნოთ ეხლა მოდი რაღაცები გავაკეთოთ, რომ ბატონი გია მოვხიბლოთ ჩვენ. კი ბატონო ჩვენ იუმორით სპონსორი გახდეს რა კი, მოკლედ. კი. დავიწყოთ ფოკუსით. ფოკუსით. ხო, რომელიც გიგას აქვს მომზადებული სპეციალურად კი. თქვენთვის კი, მაგ. და ამ ფოკუსს გააკეთებს, კი, იქნებ შემიძლია. მოგაწონოთ. იქნებ მოგეწონოთ და თავი დაგვასპონსოროთ მოგაწონოთ. მომისმენე, აი, რა უნდა გააკეთოთ ეხლა ისეთი, რომ მე თქვენ დაგასპონსოროთ. არ არსებობს. არა ხო ვცდით იქნებ რა მოვიფიქრეთ აი, ბატონო ნახე, გეტყვით, ფული რომ მომცეთ და ვითომ დაგასპონსორეო. ხო. ბოლომდე არ მოგცემთ იმ ფულს. ანუ თუმცა ნახოთ მაინც ხო, ჩვენ იქნებ რა ფოკუსი. ჩვენ ძალიან ისეთი ადამიანები ვართ იქნებ ფული უნდა გავაჩინო. არა, მიდი. კაი მიდი გააკეთე ფოკუსი ერთი კვირა ემზადება ქაღალდი დამჭირდება. სად? ქაღალდი გავაქრევ. არა, აქ მაქვს. უკვე დაიწყო ფოკუსები აქ მაქვს ქაღალდი. ეხლა მე ამას მოვუჭერ ხელს. ასე. თქვენ უნდა შეუბეროთ სული. შეუბერეთ? აი ისე ხო არის? ხო. ეხლა ნახეთ. სულ არ გამოდის აი ხა უნდა მიადოთ ყური. ყური უნდა მიადოთ და გაქრევ. ახლოს მიწია ცოტა რომ ეს ახლოს აი, ახლოს. ყური მიადეთ. შეუბეროთ სული? არა, ეხლა დამიგე ყური რომ მივადე და ვეღარ ვხედავდი, გადააგდე. არა ბატონო გია აი აღარ არის აბა საწავი. არ ვიცი, გაქრა. ნახე, დიახ. ყოფილხარ მატყუარი და აღარ დაგასპონსორე. კარგი გიგა გამოვა გავშეთ მე და მეკუში ნახეთ, მე ხო ვარ ფოკუსნიკი. ხო. შესაბამისად, ანუ საჭიროა რომ მოიტყო. ბატონო გია, ისე მეც რომ მკითხოთ, არ არის დასპონსორების ღირსი გიგა. და აი, თუ მოდი ეხლა გაგვიკეთეს მაშინ ჩვენ შევეცდებით, რომ სამი მაგიტა ვარ. რომ ერთ-ერთს მაინც დაგვასპონსორებ კი. კარგით მოდი მაშინ მე მაქვს ესეთი რაღაც მოვიფიქრე ეხლა კი ბატონო. ბატონ გიას ვეთამაშები ერთ თამაშს ძალიან ფსიქოლოგიური ისეთი მე ვფიქრობ რომ ბატონი გია კარგად ითამაშებს ამას აჰა. ვეთამაშები სადამ აქედად მაღალი და ცისფერთვალება არ გავა. მანამ მე თქვენ არ დაგიჯერებ. არაფერს. მიდი აბა. მოკლედ თქვენთვის მაქვს ესეთი მათემატიკური თამაში ვაიმე. ძალიან ისეთი თამაში ამ თამაში ძალიან ძლიერი ვარ იმატება გამოკლება არ ვიცი, არა ძალიან მარტივია შეხედეთ აბა, რიცხვი მითხარით ხმამაღლა კი ხმამაღლა მითხარით 18. 19 20. არა თქვენ წააგეთ უკვე მე მოვიგე უკვე 19 ეხლა თქვენ ხო გონიათ რომ მე სულ ვიგე თქვენ ვერ თამაშობთ. ანუ თქვენ ვერ თამაშობთ ახლა ნიკა მითხარი რიცხვი სხვათა შორის მე ძალიან ძლიერი ვარ ამ თამაშში. მიდი მითხარი 11. 9 ვახჩი აი როგორი ძლიერია ნიკა მოუგო ნიკამ. არა, რაღაც შეიძლება მოვყვე? კი, 90-იანი წლებია. და აი ხალხი რო ძარცვავს ერთმანეთს კლავს. ეხლა ეს სხვათა შორის თქვენზეა. ხო და მოკლედ გავაჩერე ტაქსი. მივდივარ მუხიანში. პლეხანოვიდან მუხიანში. და კარები რო გამოვაღე, აი ყველგან საშიშია ყველაფერი. კარები რო გამოვაღე, ტიპი ზის არც ფილმში, არც ნახატში. ესეთი ჯოჯოხეთი არ მინახავს. რატო მიდიხარ? აი პირდაპირ კლავს. ნახე, ფიქრობ რომ მიუხურო, ვერ გავიქცევი, იმიტომ რომ დამეწება. და მე ვთხარი მუხიანში
და უფრო აი მინდა რომ აი რაღაცა შევეცოდო. ნუ დავჯექი. დავჯექი და ვფიქრობ, რამდენი მაქვს ფული, რო წამართმევს, პირდაპირ მივცე და ასე შემდეგ. მოკლედ ჩავჯექი, გამოვედით უკვე სანაპიროს და საკულოზე ადაგებდა იცი? არა მეტი. საკულო გამოვიდა და ფაჭარში გადაშერებოდა. ნურთადი მიაჭიდა. გამოვიდა და ამშაკროცა. დედა გადავირიე. რო არ გავიცინო, მომკლავს. ამიტომ იძულებული ხარ. იძულებული. აი რაღაცეებს ამბობთ ხოლმე იძულებული ვარ რომ ვიცინო. საიდან მოგვიარა? არა, მე ხვდები ეს ისტორია რატომ მოგიყვა, იცი? იგავარაგებით წავა. იმდენად მაგარი იყო ჩემი ეს პერფორმანსი. კი. იძულებული გახდებოდა რომ დავესპონსორებინეთ, მაგრამ ეს გადაიტანა, მოგიყვა, იმიტომ რომ ყურადღება ყურადღება გადაიტანა, რომ აი ნახე ესეთი შემთხვევები, სად არის ახლა მაგის საშუალება რომ თქვენ დაგასპონსოროთ. მივხვდი, ბატონო. მაგრამ ეს მესმის, კი, მესმის, არა. ერთი ის აი იმის კუდიანი გამხადა რა უნდა მიქნათ რომ დაგასპონსოროთ. კარგი, და ანუ მოკლედ არაფერს არ ფოკუსმაც გიზავთ. შედეგი არ გამოიღო, არც მათემატიკურმა თამაშმა გამოიღო და მაშინ მესამე ცდებობად ჩემი მესამე ცდებობად ბატონო. ჩემი. თუ წინააღმდეგი არ ხართ, რა თქმა უნდა. ჩვენ დასპონსორებს. აი, ხო, ჩემი ცდება შედარებით მარტივია რა მოკლედ. მიდი ნიკუშ. აი, აბა, აი ესეთი. ნახეთ როგორი სუსტი იყო. აბა რა სიტყვით? რამე გააკეთე. ანუ ისა ახლა გაგიღიმათ. თქვენც ვერ დაინახეთ? გაიგიმა ადამიანმა და გაიგიმა. შემოგთავაზეთ. ნახეთ როგორი კარგი პოდკასტია. ბატონო გია. გავგიჟდი. აი, მე ეს მგონი- მე ხო მგონი იყო ყველაზე რა. კარგი. კარგი რა არის, ძალიან ნიჭიერია, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე სახის გამომეტყველება. კი. სიმპათიური ღიმილი, ბიჭი. ღიმილი, აი თვალის ფერიც კი შეეცვალა, აი იმდენად ითამაშა. ხო ძალიან ნიჭიერია, აი ძალიან და რა და უნდა თქვენი პასუხი რა არის? რაზე? სპონსორებაზე. კარგი. ოქროთ რო გადაიქცე. არა და აი ბევრი მართლა არ გვინდა. აი მართლა არ გვინდა ბევრი. მოდით ერთ რამეზე მოვილაპარაკოთ. კი, ბატონო. მე ვარ ძალიან კეთილი ადამიანი. კი, ვიცით, ჩვენც მაგის იმედი გვაქვს. ხო და არა, ისე ნუ გამაკეთებინებთ, რომ ყველა სპონსორი დაკარგოთ. ამიტომ გაჩერდით. კი ბატონო. კი ბატონო. გაიგე? აი, ძალიან კეთილი ფრაზა იყო. მაშინ გასაგებია. აი კითხვებზე გადავიდეთ მაშინ. კითხვებზე ეს ახლა იუმორი აქეთ დავტოვოთ. იმიტომ რომ ნუ ეს სპონსორებაზე ბოლოს ვისაუბროთ უკვე, იმიტომ რომ როგორ გაიგლის ახლა ეს პერიოდი, კი, კიდევ უფრო ძალიან. შეაფასებს როგორი აბა რა. კითხვები გვაქვს. კიდევ უფრო მეტად შევაყვაროთ თავ რა თქმა უნდა, ბატონიას. აბა რა. რას უყურებთ ხოლმე ისე? ან თუნდაც YouTube-ში. აღამო, ნახეთ, ასაკი, ჩემი ასაკი, თქვენ ხო არიცით, ნამდვილი. როგორ არ ვიცი? 63 წლის. არა, ვიტყუები. უფრო მეტისა ვარ. ნახეთ, გეტყვით, ვეღარაფერს ვეღარ უყურებ. ერთი უყურებ ჩემ გადაცემას. გიორგი გაბუნიას შოუს. აჰა. გესიამოვნათ, ხო? კი, იმიტომ რომ ისა ჩვენ სცენარისტები ვართ გიორგისთან და მაგითო გვიხარია რომ თქვენ უყურებთ. არ გამაგი, სცენარისტი. აბა. მოდი თავიდან დაგისვათ კითხვას. შეგიძლიათ დაგვასპონსოროთ. შეგიძლიათ დაგვასპონსოროთ. არა, ჩვენ ძალიან დიდი ხანი დაახლოებით 10 წელია სცენარისტები ვართ და ამ სფეროში ვართ. 10 წლის სულ არ ხართ არა, ვართ, ძალიან კი, პატარა. კი. არა, მე 12-ის ვარ ახლა. არა, რამდენი წლის ხართ? 28. 28-ის ვართ 3. 3. სამი კლასელები ვიყავით, ნუ პარალ კლასელები. ჩვენ ტყუპები ვართ. ტყუპები ვართ მე და კი, გიგა. არა. მატყუე. არა, არა, მართლა, მართლა. ტყუპები ხარ? კი, კი, კი. გადავირიე, საერთოდ არ გავყავთ ერთმანეთს. რა რაღაცა ტყუპები ვართ. არა, მე ვერ მივამსგავსე. არა, იუმორში მე მგონი, იმიტომ რომ ვერც ერთი ვერ ხმრობს. ხო, არა, ხასიათები. ანუ არაფერს არ უყურებთ საერთოდ ბატონო გია? არა, ვერ უყურებ, არა მაქვს. ახლა რო ჩემი დღის განრიგი რო გითხრათ, შეიძლება შეგეცოდოთ. ინსპირაციის წყარო რა გაქვთ, როცა რაღაცა ახალს იფიქრებთ, რაღაცა ინსპირაცია ხომ და მოგცეთ. აი კიდე 70 წელს უკაკუნებ, იმხელა გამოცდილება მაქვს. ვიცი, ეგ ვიცი, მაგრამ სულ ხო უნდა იყოს რაღაც ინსპირაციის წყარო. არ არსებობს ეგეთი რამე? ნახეთ, არსებობს ესეთი სიტყვა, ფანტაზია. ხო გაგიგია? კი, კი, კი. ვიყენებთ ხოლმე. მე ვარ ფანტაზიორი. აჰა. ისეთ რაღაცებს. მე ტელეწამყვანი მეგონეთ. ისეთ რაღაცებს ვიგონებ. ეგ ეს ფანტაზიის ის არის. მეც მგონია რომ ტელეწამყვანი ვარ, ამდენს არა ვარ. რომ აი ეხლა ხო გაკვირდებით. გაკვირდებით.
სამი ადამიანის ხედხართ. ზუსტია. სამივე სხვადასხვა ხასიათების. კი. სხვადასხვა მოთხოვნილებების, გარეგნობის და ასე შემდეგ. ეხლა მე რო წავალ თუ თქვენ მე გამახსენდებით, ესე იგი რაღაცა მომეცემა, რომელიღაც ამომიტივტიდებით, რა თქვით, როგორ თქვით, რაღაცას დავაკავშირებ და გამოცხვა ერთი გადაცემა. ბატონო გია, გადაცემაში გვეპატიჟებით? კარგი, აღარ გვინდა სპონსორობა. ანახე შეიძლება. მართლა შეიძლება. მე თქვენი დღე უნდა გაყაროთ, სახელი და გვარები უნდა დაგავიწყოთ. ანუ რა უნდა გავაკეთოთ? აი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? თქვენს გადაცემაში. არა, ეხლა რა გინდათ უცბად დავგეგმოთ, მოდი დავგეგმოთ თქვენი შემდეგი გადაცემა. დავგეგმოთ. კარგით. აი ერთად აი, ჩვენ მოვედით. ჩვენ ახლა სცენარისტები ვართ და თან რაღაცა ჩვენი იდეებს მოგაჭრით. როგორი გადაცემა შეიძლება იყოს? მოდით ერთ რამეში შევთანხმდეთ. დიახ. სამი სცენარისტი, ეს არ არის პატარა გუნდი, სამი კი, ადამიანი, რა რომელიც თქმა უნდა. ნახეთ, მე-13 წელია ეს გადაცემა. ამ გადაცემის მთავარი პროდიუსერი ვარ, ავტორი ვარ და წამყვანი. ჯგუფთან ერთად. დიახ. აი პულსზე მიჭირავს ხელი. ვიგონებ გადაცემებს, ვიგონებ რა აქტუალური რა არის, აი რა გაიყიდება, რა უნდა მაყურებელს, რომ ვამბობ ხანდახან ფიქრობენ რომ ამასაც ვიგონებ, აი დარწმუნებული ვარ რომ რომელიღაცა მაყურებელს ეხლა ეს კითხვა უნდა და მაყურებლის კითხვას ვსვამ. მოდი დამიწერეთ სცენარი, კი ბატონო. კი ბატონო. პირობას გაძლევთ, არ გადავალ, გავრისკავ. აი გავრისკავ. არ დადებთ რეიტინგს. აი არა, დავდებთ. მოდი მაყურებელს გაგაყონინებთ. თორნიკე ძალიან მაგარი მაქვს. მაყურებელს დავაწერინოთ კომენტარებში. აი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. არა, ეგ ძალიან კარგი წინადადება იყო. რა უნდა, არა, მართლა სერიოზულად ძალიან კარგი ეს არის წინადადება. ექსპერიმენტია. კი, არის კი, სხვა ძალიან კარგი. რაკურსი, არის აი საინტერესოა და თან ცოტა გაგეჯიბრებით, ოღონდ მე კეთილი გაჯიბრება ვიცი, რომ აი დაუშვათ გამოცდილი რო ვარ და ეხლა მე რაღაცებს შეიძლება თქვენ გამოცდილი მეგონოთ, მაგრამ ვუშვებ, რომ თქვენი საქმე გიყვართ და აქედან გამოვდეთ. ერთი სიტყვით, დაიწყეთ ფიქრი. კი ბატონო, სხვა რაკურსის ერთი გადაცემის სცენარს ჩვენ ახალი წლების და შემდეგ რომ გავაკეთებთ ამ გადაცემას, ერთხელ გვესტუმრეთ, შემდეგ ჩვენთან პოდკასტში ისევ დრო თუ გექნებათ და შემდეგ ვისაუბროთ შედეგებზე, როგორ და რანაირად გამოგვივიდა. ხო, თუ ექნება რეიტინგი რა. ნახე, გაითვალისწინეთ მაყურებელი, იმიტომ რომ ნახე პირველი ადამიანი ვარ, რომელიც თქვი და მე მიყვარს, ტრაბახიც მიყვარს და ისიც მიყვარს რაღაცას რო ვამბობ. ნახეთ, გავაანალიზე, მე უნდა მიყვარდეს და მიყვარს მაყურებელი. რატო იცი ის რო არ მყავდეს რეიტინგს ვერ დავწერ, თუ რეიტინგი არ იქნება, ხელფასი არ მექნება. ანუ აღარ ვიმუშავებ. ანუ მე უნდა მიყვარდეს ის და მაყურებელია ყველაფერი. გაითვალისწინეთ მაყურებელი, მე თუ გინდათ, ნუ გამითვალისწინეთ, მე ჩემ თავს მივხედავ და გაითვალისწინეთ თქვენი რეიტინგი. კი ბატონო, მიღებულია ესეთი გამოწვევა თქვენგან, მადლობა და ახალ წლების შემდეგ იმედში მოვალთ სცენარით. სპონსორობა ვერა, მაგრამ ერთი კარგი გადაცემა. მე ხო გითხარი ისეთი კეთილი ადამიანია, რაღაცას მოგვიფიქრე. შეიძლება არ დაგასპონსოროს. იმდენი არ ქნას თუ გადავიფიქრო ეხლა. არა, всё, აღარ შეგაკეთე. ეგ არის. ძალიან კარგია. მაგაზე შევთანხმდით. დღეისათვის სულ ეს იყო მე. მოდი ახლა რაზე ვისაუბროთ, იცი? რაზე აბა? ბატონმა გიამ თქვა, რომ 13 წელია აქვს გადაცემა და სულ აქვს რეიტინგი. და ყველაფერს ხო აქვს თავის დასაწყისი, დასასრული აქვს რა. ამდენი ხანი როგორ ახერხებთ, რომ არ სრულდება და ეს რეიტინგი სულ არის სტაბილური, სტაბილურად მაღალი. ანუ აქ ხო რაღაცა იმაზეა საუბარი, რომ იმედი თან ყველაზე რეიტინგული არხი და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა, ხო ესე არის. ხანდახან პირველ ადგილზე არის ხოლმე თქვენი გადაცემა. აი რა არის ისეთი, რომ აი ეს პულსი არის მარტო ხელი რო გიკავიათ, აი ხალხის რო აი ეხა რა ჭირდებათ თუ მაინც რამე განსხვავებით თქვენი სახე აკეთებს ამას თუ თვითონ შინაარსი? ნახეთ, გეტყვით ერთ რამეს. გულწრფელობა, აი ნახეთ, ხო აგიხსენით, მაყურებელი რატომ მიყვარს? იმიტომ რომ ჩემი სარჩოა. ნახეთ, გულწრფელობა თუ რაღაცას ვიწყებ, რაღაცის მოყოლას და
ვიტყუები საერთოდ მიყვარს ტყუილი. მართლა, სერიოზულად. ოღონდ რისთვის მიყვარს იცი? მოგიყვებით და მერე 15 წუთში ან 10 წუთში უნდა გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი. და აი ეს ეფექტი. აი არ გამაგი. მართლა? ეგ მოგწონთ რომ აი ხო მესმის. და ნახე, არასოდეს არ ვიტყუები სინამდვილეში. ადამიანები ხო იტყუებიან რაღაცა მეგობრობაში, ფულში, რაღაცა. არ ვიტყუები არასოდეს. არა, მაგრამ ეხლა ვეღარ მოყვებით საუბარში მე, იმიტომ რომ წეგან ხო თქვით რომ ტყუილი მიყვარსო და არ ვიტყუები არასდროს როგორ არის. ტყუილი, რომელსაც მე ამბობს, რომ ტყუილი იყო. ხო, ეხლა თქვენ როგორ გონიათ, მე რო ეს თქვი, იქვე არ გავიფიქრე, რომ შემომიტრიალებდით კითხვას, როგორ ფიქრობთ ამას. ნახეთ, მე მანამდე ვილაპარაკე ფანტაზიაზე. დიახ. მე ვარ ფანტაზიორი და ფანტაზიას ეძახიან ტყუილს. მიხვდით? არ მაგ შევხედავთ. აი, რას მიხვდი ახლა? კაი, გიგა მოყევი რას მიხვდი, მიდი. ანუ მივხვდი იმას, რომ ახლა ტყუილი მიყვარსო ტყუილი მიყვარსო? ხო. და ტყუილს იმიტომ ვამბობო, რომ მე სიმართლე ვთქვაო. ხო ეგრეა? და ფანტაზია. და ფანტაზია. ეფექტი. და ფანტაზია. და ფანტაზია. ეფექტი. ანუ ცოტათი მიმხვდარა. არა, მივხვდი, ახლა მივხვდი. ასერჩით, კარგი. კარგი, თორნიკე, ახლა შეგითხარი შენ როგორ მიხვდი? როგორ არა, მე ეგრე მივხვდი ხო, რას თქვა ადამიანმა, რომ მიყვარს ტყუილი, მაგრამ იმიტომ რომ ის ეფექტი მომწონს შემდეგ და მე სიმართლეს ვონ ისე ამთავრდება ჩემი ტყუილი რომ სიმართლე არ ითქვას. არ არსებობს. აი როგორ კარგად დავალაგე. ყოველთვის იმ ტყუილს მოყვება ამბავი. ან და კიდე რა მიყვარს, იცი? მომატყუე? კი. ანუ იქვე, ის კი არა რომ არა დედას ფიცავა რაღაცა. გულწრფელად. და ნახე, გეტყვი ერთ რამეს. ძალიან აი ვერ წარმოიდგენ დღემდე გამომყვა, აი სიტყვა იმერულად ვიტყვი, გამამაჩინე ტელევიზორში. აი ეს ერთხელ ისე გულწრფელად მითხრა ერთმა კაცმა, რომ ეთყობა ფსიქოკოდირება გაუკეთე ჩემ თავს. სულ მინდა აი წარმოვაჩინო ადამიანები. აი მე მაგალითად ძალიან ხშირად ვაკეთებ გადაცემას, ძირითადად მყავს 9 სტუმარი და 9-ვე უცნობი მომყავს. და როგორ მიხარია რომ ისინი პოპულარულები ხდებიან თუ ოჯახში, აი ემიგრანტებზე რო ვაკეთებდი გადაცემა, მირეკავდე, ჩემი შვილი ვნახე, ჩემი რძალი ვნახე, ჩემი ეს ვნახე. იცი რა არის? მე კარგად ვიცი ადამიანების სიხარულის განაწილება. ერთი სიტყვით გულწრფელი ვარ და აი ეს არის ჩემი რეიტინგი რა. კი, არ შემიძლია არ დავეთანხმო რა. ბატონო გია, თუ შეგიძლიათ აი ჩვენი პოდკასტისთვის სპეციალურად რამე ტყუილი რომ გითხრათ. და მე რო თქვა რომ მოგადეკრო სიმართლე იყო. არა, ეხლა იცი რა შემიძლია დემონსტრირებას ვერ მოვახდენ ამას. აქედა რომ წავალთ სად მივდივართ? არა, მე და ბაბი რო წავალთ აქედან. ხო, კი ბატონო. ნახე მე ჩავიწერ ტელეფონში რას მოვყვები თქვენზე. გასაგებია. მე იმას ვფიქრობდი დასაწყისში რო გვეუბნებოდა ბატონი გია რომ არ დაგასპონსორებთო, ეს ხომ არ იყო ტყუილი თქო. და სიმართლეს ელოდები ეხლა. ხო არ გამოგვიტყდება ცოტა ხანში რომ იცით მე მგონია რომ ძალიან ღრმა დრამატურგია მის ამას. კი, ეხა ნელ-ნელა კიდე დაატრიალა ორჯერ და ბოლოს. ბატონი გია აკეთებს შოუს. ეს ბოლოს ამიწუდი რას ლაპარაკობთ. მე არ მესმოდა. მოდი ახლა ვისაუბროთ რაზე? ახალ წელზე. ახალი წელი მოდის. ახალი წელი და თქვენ როგორც ადამიანი რომ ძალიან ბევრი რამე იცის. შეუძლია რაღაცები იწინასწარმეტყველოს თავის ზოდიდან გამომდინარე. გითხარით აი როგორი წელი შეიძლება იყოს. თქვენ ახლა ზოდიაქოებით საუბარით შეგიძლიათ, აურაზე საუბარით შეგიძლიათ ნებისმიერ მიმართულებით. გველის წელი მოდის. გველის წელი მოდის. თან მწვანე გველის წელი მოდის, სხვათაშორის რაც გაცვიათ. არც კი შეაფასეთ. შევაფასე. ცოტა გვიან, მაგრამ შეკადრეთ, რომ რატო რა შეურაცხყოფას ფორმა. მწვანე როგეცოთ, ანუ არ მწვანე ხის გველის წელი მოდის. და მწვანე ხის, ანუ რას ნიშნავს? ხეზე დადის თუ ანუ რას ნიშნავს მწვანე ხის გველი? თუ არა, ნახე, ხე არის ყავისფერი. და მასე ამოსულ. მაშინ ხის მწვანე გველი არ გამოდის? არა ბატონო, მაგას ვერ მივხვდი რა, ანუ ხის მწვანე. და შემისწორა. მართალი ხარ. და ჩვენთან პოდკასტში ნიკა VS ბატონი გია, ნიკა მართალი.
ნიკა მართალი. ნიკა მართლა. ამას ეგუხარია. ხო, ანუ როგორი წელი ძალიან მოდის? გახარებული ვარ. აი, გველი წელი როგორი ნახე, იქნება? გეტყვით როგორი წელი მოდის. სხვათა შორის ძალიან საინტერესო. ეხლა არ ვიცი თქვენ, არ არის სავალდებულო იცოდეთ, მთლიანობაში წელი არის ძალიან მაგარი. აი, სიახლე, გარდატეხა და ახალი ცხოვრების დასაწყისი. ეხლა წარმოიდგინეთ, აი, ცოლ-ქმარი გოგო და ბიჭი ერთად ცხოვრობდნენ ცალკე თუ რაღა შეუღლდნენ და უკვე ქვია ოჯახი. ახალი ცხოვრება იწყება თუ გონიერი ხარ, უნდა მიყვე ამ ცხოვრებას. ყველა არა პრაქტიკული და წინ დაუხედავი ადამიანი დაცურდება თავის ადგილიდან. 25-ში. ამიტომ ისე უნდა და ვიყო. კიდე ერთი თავარი აგრესია. აი, ნახეთ, ხო არ ვიღაცამ გაგაბრაზა. აი ეს ბრაზი არსად არ მიდის. ეს რჩება ტალახივით, რჩება და ეს აგრესია აფუჭებს ყველაფერს. ამიტომ თბილად, კბილად, მორჩილად იყავი, შეირგე, გათენდა, გაახილე თვალი, ხარ ბედნიერი. დაამთავრე რა. კიდე ეს ზოგადი. ეს არის ზოგადი, იმიტომ ეხლა ზოდიაქოს ხო გააჩნია მაგალითად ეხლა ყველასთვის კარგი ვერ იქნება ეხლა. მე მაგალითად ქალწული ვარ. ხო. ჩვენ შევდოს. რაზე მეტყობა რომ ქალწული ვარ. რაღაცა მოკრძალებული. მოგზალებული. აი, შევდოსნებს როგორი წელი ექნებათ ის? მშვილდოსნებს სხვათა შორის წლის მეორე ნახევარი ვინ არის მშვილდოსანი? ჩვენ. ორივენი ხო. ყოფილი დიახ. ხო. წლის მეორე ნახევარი ექნება ძალიან კარგი. ეს ყველა მშვილდოსანს? ნახეთ, ყველა მშვილდოსანს ძალიან კარგი წლის მეორე ნახევარი ექნებათ, მაგრამ მე რო შენ ფულს მოგცემ, სასპონსოროს არა. მე რო შენ ფულს მოგცემ, იმ ფულს თუ გამოიყენებ ჭკვიანურად, ესე იგი კარგი წელი გექნება. ყველა მშვილდოსანი ახლა თუ ისეთი მშვილდოსა წავიდა და ამ ფულით რაღაცა გააკეთა, ეგრე არა. ეგ ხო 2024 წელსაც ეგრე იყო. არა, ნამდვილად არ იყო. 2024 წელი იყო ქაოსური. კი, მაგას შეგეთახმები. გაუმართლა ისეთ ვიღაცებს, ვისაც არ უნდა გამართლებოდა. აი ქალწულებს. იყო. ისე როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს? სად ხვდებით ხოლმე, რას აკეთებთ? წელს 21. გველაპარაკეთ. 21 ის ამყავს, ეხლა ოჯახი, მეკვლეთ უნდა მივიდე. 21. ჯერჯერობით 2 რესტორანი მაქვს, რომელიც უნდა მივიდე, ვიმღერო და მეკვლე უნდა ვიყო ამ რესტორნების, რომ ბიზნესი კარგად აეწყოთ და ესე რა, ესე ვატარებ. ან თან ჩემი მისვლა ძვირი ღირს იქ სადაც უნდა შევხვდე. აჰა, გასაგებია. მეგონა 2-დან 3-ის ნახევრამდე. არა, მე უკვე დაასაგებია. ისა 21 ადამიანის მეკვლეობა ერთ ღამეში როგორ შესაძლებელია? პლუს 2 რესტორანი? ანუ ახლოს უნდა იყოს თუ ან რას ნიშნავს? არა, ნახე, მივდივარ, ვჯდები, სადღე გრძელოს ვამბობ და მოვდივარ. ნაჭამი ვარ, ნასვაბი ვარ, არაფერი არ მინდა, უნდა დავასტუკო. უბრალოდ დაფიქსირება. ხო. გასაგებია. რეგიონში არ. ხო, აქვე აფიქსირებთ. თუ გაქვთ რაიმე დრო ახალი წლის ღამეს დარჩენილი, რაც შეიძლება რომ შევავსოთ, ანუ ხო, ჩვენ რო შევავსოთ. რომ გავალამაზოთ. გალამაზებულია დეტაი. ანუ არ გაქვთ არანაირი როგორია? არხეინა თვარიცი. აი სულ გულში ვამბობ ხოლმე ვიღაცა რომ უწოს თქვენ ჩემნაირი სიბერე მოგეცეთ და იქნებით ბედნიერები. ჩვენს გვეუბნებით ხო? არაფერი, თქვენს გეტყვით. არაფერი, ვეღარ დარდობ. ვერ დარდობ, რა ვქნა. არ გაგიკვირდეთ, ნახე, ხო არის ადამიანი თმიანი, მელოტი, დაბალი, მაღალი, ესე ვარ. არხეინა. სულ კარგ ხასიათზე. მაგას აჯობ. კარგი, თუ არაფერზე არ დარდობთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი შემდეგი რუბრიკა. დარდიანი რუბრიკა. დარდიანი. ნაჯახი კითხვები. ნაჯახი კითხვები. მიდი იქნებ მოახერხო. სახელი როგორ მოგწონთ აბა პირველ რიგში? ნაჯახი შეკითხვები. ნაჯახი შეკითხვები. თქვენს
მაგივრად მე დავარქმევდი წალდი შეკითხვები. რატო იცი ნახე ძალიან ბევრმა არ იცის რა არის წალდი. წალდი არის ნაჯახის სახეობა, რომელსაც აქ წინ წვეტი, რომ კარგად მოეკიდოს ხეს, რომ კარგად გაჩეხო, ანდა დიდი მორირუა ხოლმე წალს ჩაარტყავი და მე არა მოახოხია. მოახოხია. მოკლედ, ნაჯახი კითხვებს ვათავსებთ ხოლმე, ხო, წალდ კითხვებს ვათავსებთ ხოლმე ციგნებში და ეს ციგნების დაკავშირებულია ჩვენ სტუმართან დაკავშირებით არის ხოლმე შერჩეული. დღეს შევარჩიეთ სალმან რუშდის 2 წელი, 8 თვე და 28 ღამე. ეს ციგნი არის ცოტა ისეთი მისტიური ძალიან ბევრი ფანტაზია შიგნით და ამიტომ ეს შევარჩიეთ, ამ ბევრი ფერებია, ძალიან ისეთი კარგი ისე. თუმცა, სულ ესეთი კარგი ციგნი არ არის, იმიტომ რომ შიგნით არის მოთავსებული ნაჯახი კითხვები, რომელსაც თუ წალდი კითხვები, თქვენ ერთ კითხვას გამოიღებთ და თქვენი უპირატესობა ის არის, რომ აუცილებლად უნდა უპასუხოთ. და სხვადასხვა ეს შეკითხვები ჩვენი დაწერილი არ არის, ან შეიძლება ჩვენი დაწერილი. მაგას ვერ გავიგებ. ეს უნდა მივხვდე? არა, ვერ გავიგებთ მაგას. თუ არ მოგეწონებათ, არ არის ჩვენი დაწერილი. აი სათითაოდ აიღეთ კითხვები და წავიკითხოთ. ხმამაღლა უნდა წაიკითხოთ. შენი ჩაცმულობის გამო უხერხულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილ ხარ? დიახ. კი. რა მოგვიყვეთ რატო ჩავარდნილ? თუ ძალიან უხერხული სიტუაცია. არა. იცი რა? იმდენად მინდა მე რაც მინდა ჩავიცვა, რომ არც კი უფიქრდები ხოლმე, რომ აი დაუშვათ გამოდიხარ თან საქართველოში ცხოვრობ რაღაც. აი იყო ერთ მოყოლილი მაქვს ადრე, ჩემმა მეგობარმა ჩამომიტანა ფეხსაცმელები, რომლებიც იყო სარკე ფეხსაცმელები. და აი რო დავდიოდი ქუჩაში, აი ესეთ რაღაცებს აკეთებდა და ეს მაცვია და აი თქვენ რო იცოდეთ შიგნით რა ხდება, რაღაცა უცნაური რომ მაცვი, აი მიღიტინებს სიამოვნებს ბედა მაცვია ეს ფეხსაცმელი. იმიტომ რომ ყველა თქვენ გიყურებთ განსხვავებულობის გამო თუ არა. ნახე, ყველა მე მიყურებს და ცნობილი მინდა გამოვიდე, ჭიათურაში იყო ყველა ერთმანეთს იცნობდა და ცნობილი. ამიტომ მე ესნება არ ვიცოდი. დიახ, მე ჭიათურელი ვარ და ვიცი ეგრე. ჭიათურელი ვარ. გამიხარდა. დავუბრუნდეთ იმ შეკითხვას. ხო და ესე იგი ეს გამოვდა, აი ვაბიჯებ ამას ვარ და დღევარ გაჩერებაზე. და ეხლა ხო არ დავიწყებ ფეხზე ყურებას, წინ გამოვწებ ერთ ფეხს და ესე ვიყურები. და ეს ოდნავ აქ და რაღაცა. გაიარა მანქანამ შემომხედად, დამაკვირდა მეორე მესამემ და ვიღაცა ბიჭები იყვნენ მანქანაში. თა რა იყო, იცი? ავტობუსის გაჩერება იყო და ავტობუსი აფერხებდა მანქანებს და საშუალება ჰქონდათ რომ დაენახათ ეს ფეხსაცმელი. ავტობუსმა გაიარა და უთხრა ჩამოიარა ბიჭებმა დაგაჯვი ფეხებზე. ესე იგი როგორ შეტრიალდა ფეხები ეს. ფეხები შეტრიალდა ესა და ესე იგი როგორ წამოვედი სახში გამოვიგეზები. ის შემდეგ მე ის ფეხსაცმელი არ ვიცია. ისე როგორ აირეკლავდა? აუ რა კაი. აი ესეთი, აჰა, ეს უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. შემდეგი შეკითხვა, დიახ. აუ თუ ესეთი ისტორიები მოყვეთ ყველა კითხვაზე ესეთი ისტორია მინდა. კითხვა რო წაიკითხოთ. დამასადე ხო ფიქრო. ხელფასზე დამოკიდებული ხარ? ნახეთ გეტყვით. ხელფასზე ვარ დამოკიდებული, იმიტომ რომ მე არ გამაჩნია არანაირი ბიზნესი. ანუ დამოკიდებული ვარ. ის თუ რამაცვია, როგორ მაცვია, ბევრ რაღაცაში ფულს არ ვიხდი. ჩუქნიან, იციან, რომ აი დაუშვათ მიყვარს რაღაცა უცნაური, ვაიმე შევედი და ჯაჯო ეკიდა. და ჩამოხსნა და მიყიდა. ჯაჯო. ანუ ისაც მომიხდებოდა, ხო? ჯაჯო ეკიდა. აბა გონია რომ მე ვეკიდე? არა. ხო და ამიტომ აი რაც შეეხება გადასახადები, რაღაც ოჯახი, დიდი ოჯახი მაქვს რაღაცა, ვარ დამოკიდებული და ძალიან მინდა რომ ბიზნესი მქონდეს.
და რამდენი შანსი გაქვთ, რატო არა? ალბათ არ გინდათ საკმარისად თორე გააკეთოთ. ვერ მინდა, იცი რა არის? მეზარება ახლა მაგის მოყოლა, რომ იცი რა, ჩემი ჭკუა და თქვენი ფული. და იმან უნდა იფიქროს, რომ ეს ფული არა მაქვს ნერვები და რაც მაქვს ყოფნის და ღმერთო, კარგად მომახმარე. მესამე კითხვა. მესამე კითხვა. კარგი პასუხი იყო. კი, ნუ ეს ველოდები ეს ნაჯახი როდის იქნება? და ისიც. ჩვენ რომ არ გეთქვა, შენ თვითონ არ უნდა მოსულიყარ. მაპატიეთ ბიჭებო, არ მეყო ამდენი გამბედაობა, რამე. არა, მესმის რთულია ჩვენ წინ ახლა მოხვიდე და ესე დაждდე და ისაუბ, ძალიან რთულია და ძალიან დიდი გამბედაობა გამოიჩინეთ მართლა. მიხარია რომ იცი რა არის? მე რომ მოვდიოდი, ერთადერთს რასაც ვფიქრობდი, რომ არ იყვნენ ბიჭები უზრდელები. არ ვართ მე. ხო არ ვართ. არა, მაგრამ ნახეთ, ესეც რომ მოვიფიქროთ, რომ თქვენ იყავით უზრდელები. ისეთ უზრდელობას ჩაგიტარებდით, საშვილიშვილოდ დაგაბახსოვრებდით და უვიდეთ. უზრდელები ხო და რატომ უნდა უზრდელები? არ უნდა იყოთ, არა. აბა ისე არ დაგვასპონსორებთ და. რაო? 10-იანი. ძელი კითხვა წავიგიხარ. რამდენი კილოგრამიანი სარეცხის მანქანა აქვს? გია ჯაჯანიძეს. ეხლა გეტყვით ერთ ჩემს დაავადებას, ოღონდ მართლა დაავადება. ეხლა მე რაც მაცვია, ესევე რომ შევალ სახლში, ეს ყველაფერი შეიყრება სარეცხის მანქანაში. მეს მაქვს ეგ დაავადებას სულ რეცხავ ხოლმე. არა, ნახე, ანუ ერთხელ ჩაცმეთ და ერთხელ. იმიტომ სვიტრი, კურტკა, ანუ იცი რა არის, ეს არ არის სისუფთავე, ეს მანიაკალური ის არის და ამიტომ ვიცი რამდენი მაგარი სარეცხის მანქანა, კარგად მეგობროთ მე და სარეცხის მანქანა. მე მგონია რომ ალბათ შეიძლება მანდრა იყოს, იცით, რომ აი რაღაც სულ სიტუაციაში ან ისეთ აურაში იყავთ და გინდათ რომ ეს ტანსაცმელი იმას არა, კანზე არ უნდა შემეხოს. აი რაღაცა კან, აი რაღაცა ისა მაქვს რა. ერთი პერიოდი ეხლა გამოვსწორდი რას ამბობ, რომ გამოვიდოდი სახლიდან კორპუსში რომ ცხოვრობდი, ლიფტის ღილაკს სპირტით წმინდავდი, სპირტიანი ბამბით გამოვდიოდი და თვითონ ლიფტშიდაც იმით წმინდავდი. ბამბით რომ მიგეჭირათ? არა, გაიწმინდოს რა გინდა სხვა დაუტოვებ. იმპერვი ეს ინტრიგანია. მარტო იმ ერთიანს კი არ ვწმინდები, ყველას გასაგები. მთელი სამეზობლოსთვის. ანუ კითხვას რომ მიუბრუნდეთ. 10 კილოიანი. 10 კილოიანი სარეცხი მანქანა გაქვთ. და ყველა თქვენი ტანსაცმელი გეტევათ, ხო? ხო, ეს ცალკეა, ჩემი ტანსაცმელი რაც მეხება, ეს არის ცალკე მანქანა. 2 მანქანა მაქვს. გასაგები. რატო გადადუმს რა არა, ვფიქრობ. არა, გარია 2 მანქანა. ის არის ერთი სარეცხი მანქანა 10 კილოგრამიანი. დია ჯაჯანიძეს 2 მანქანა ყავს. რა მანქანა? ბოში და ის. არა, მართ 10 კილო ძალიან ბევრია, 10 კილო. ბევრია. დიდია. ძალიან მაგარია. იცი რა არის? კითხვა რა საკითხვა წაგიკითხე. ხო, კარგი. ბოლოს რომელი ჭორი მოისმინეთ, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა. აი არ ვიცი, მართლა არ ვიცი. აი ვიღაცამ რაღაცა მითხრა, რას დავეძებ. არ მაინტერესებს. მაგრამ აი რაღაც ჭორი მოგიგონეს და არ მოგცნო, ძალიან ისეთი ჭორია და აი მაგაზე არ ნახე, რა უნდა თქვან. რაღა უნდა თქვან. დაუბერდი, აი რაც მესამე ფეხი მაქვს. აი უკვე ის არის ინტრიგა მაგაში. მესამე ფეხია. ანუ ისეთი არაფერი არ ყოფილა რაც. ნახე, არა. აუ, იმედიდან წავიდა. საწავედი. სად? მე მართლა გულწრფელად გეუბნებით, რომ ჯვარი მწერია. მე მინდა ისე დავბერდე. ეტლშიდაც რომ ვიჯდე, აი იქიდანაც წავიყვან გადაცემას. სასწაულებს ვის. ანუ ნახე როგორ არ ძალიან დიდი ხანი. როგორ არ მინდა. სხვათა შორის გეტყვი ერთ რაღაცას. მე ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე ჭიათურის თეატრში. და მოხუცი მსახიობები, სულ უნდათ ახალგაზრდების როლები, სულ უნდათ მე პატარა ვარ და
არ უნდათ წასვლა და გოფიქრობდი, ღმერთო, აი წავიდნენ, დაუთმონ ახალგაზრდებს. ახლა მე ვინმეს დაუთმობ ჩემ გადაცემას. ძნელია მე რომ მიატოვო ესე ამ ხელა მეც ეგრე ვფიქრობ, რომ აი წავიდნენ, დაუთმონ ახალგაზრდებს. წაიყვა. ესე ხა აი ნიკა არის ძალიან ცუდი. ეხლა რას ამბობ იცი რომ მე მინდაო რომ აი ბატონო გია წავიდესო, სხვა რაკურსი მე დამიტოვოსო და შეხედეთ უთან გაწითლდა. კი, არა ბატონო გიას ვერაფერს ვერ უზავ. მომისმინე. აქა ვარ მე ბატონო გია. ჯერ ძარღვი კიდი აქვს. გაწითლდა, ეს სისხლი გაიფანდა. არა, კაი ბიჭია ნიკა. არა მართლა. არა, უბრალოდ ხო, ანუ ახალგაზრდები ხშირად ფიქრობენ ხოლმე ამას, რომ წავიდნენ, დაგვითმონ ჩვენ სატელევიზიო სივრცე, სატელევიზიო ეთერები. მაგრამ ჩვენ ამას არ მე არ ვფიქრობ. ერთ საიდუმლოც გეტყვით ახლა, ნახეთ. და საიდუმლო აღარ იქნება. ხო, მაგრამ საიდუმლო დარჩება ბოლომდე არ გავხსნი. კი ბატონო. ნახე, მოვიდა ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი. გოგო არ აქვს მნიშვნელობა. გოგო ნაკლებად, იმიტომ რომ შეიძლება ისე ვერ მოერგოს და მითხრას, რომ აი იცი რა, მინდა ეს გადაცემა წავიყვანო. მოდი მომეცი შანსი ერთხელ წავიყვანო სხვა რაკურსი და გაჩვენოთ ჩემი შესაძლებლობა. წავაყვანინებ. აი ნიკა რომ მოვიდეს. ერთხელ ოღონდ, ხო? არა, ნახე, თუ გადავირიე და გავგიჟდი, ისე წაიყვანა. აჰა. ბატონო გია. ხო, მაგრამ არ დაიჯერე, ხო? არა, დავიჯერე. მე მგონია რომ შეიძლება მოგეწონოთ, მაგრამ მაინც არ თქვა არა, გადავირე. ეხლა მე არა. ნახე, მე იმას ვერ ვიტყვი ეხლა, რომ მე რო ეხლა წავიდე ხელმძღვანელობამ ხო უნდა დაბრწოს ნება, რომ მე მოვიყვანე ვიღაცა და დავტოვე ჩემს პირობითად ნიკა გორდულაძე. ხო, სხვა რაკურსი და ისე რა უნდა მეკითხა, ეხლა გამახსენდა რა. ეხლა გადაცემაზე და ახალგაზრდობაზე რო ვსაუბრობთ. პირველი გადაცემა რა იყო თქვენი? ანუ სხვა რაკურსი კი არა, ზოგადად ტელევიზიაში რომ მიხვედით. აი პირველი რა გააკეთეთ, რა გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა? თქვენი კერა და კარგად მიდიოდით გუში რა ჭამე ის არ 45 წელია ტელევიზიაში მუშაობ, სხვადასხვა არხებზე. 40 და გეტყვი. მუშად მუშაობდი. მუშად. მერე ასისტენტი ვიყავი, მერე ვიყავი ოპერატორი, მერე რეჟისორი, თან ვაბარებ. ყველგან ნამუშევარია, თუ კი ტელევიზიაში მე ვამფრა თქვენი გადაცემა რა იყო თქვა, ანუ ეგრე შეიძლება ხა ბევრი რაღაცა გეტყვით, კარგი რაღაცა გამახსენე. იყო ესეთი შემოქმედებით გაერთიანება კავკასია, ოღონდ პირველ არხზე იყო. გაერთიანება არსი 50 ესეთი განყოფილებები იყვნენ. იყო და დავიწყე მე კურიოზები, ესეთი გადაცემა. კურიოზები. მოვდიოდი სახლში, გელაპარაკებოდი, გეხუმრებოდი სასაცილო რაღაცებს. დავიწყე ეს გადაცემა და არ არის სასაცილო. კურიოზები არაცინებს ხალხს. არა, ნახე რა ხდება. აი ტიპი ვიცი, ამბები აქვს მოყოლილი თავის ცხოვრებაზე. ესე იგი მუცელი მткиო და იმდენი მასინა. წავედი და ვეღარ ყვება. ის ერთი მომენტი აქვს, სადაც ყვება და სადაც მე ვერ ყვება. აუ გადავირიე, ძალიან ვინერვიულე. დავამონტაჟე არ გამოდის. ავდექი და ეს ამბავი მოუყევი მთავარ რედაქტორს. ის რასაც ყვება. იმდენი ვაცინე და მე გადაცემა რო ნახა ჩაბარების დროს, უკვე ნაცინე და იცინა. უკვე იცოდა ხო? წინასწარ ვაცინებდი. და მაყურებელი? არა, მაშინ არ იყო ეს რეიტინგი, სად იყო, უნდა დავშარიყავი პირველ არხზე და ერთი არხი იყო. ერთი არხი. მე საბჭოთა კავშირის დროს იყო ალბათ ეგ. არა, მე საბჭოთა კავშირის დროს დავიწყე და მე ხო, ანუ მაგას ვამბობ, შეიძლება მაშინ მოუწია. და არ იყო. რაღაცა ეს იყო პირველი, ალბათ, აღარ მახსოვს. კურიოზებს ნამდვილად არ ველოდი, ახლა თქვენ კურიოზებზე რომ მუშაობთ. რამე კურიოზ ხო ვერ გაიხსენე. არა, არ მიყვარს ეს. არც მე. და მქონდა ისეთი ძალიან სერიოზული გადაცემა ადამიანი, რომელიც მოიცავდა ყველაფერს.
სადღაც 6 გადაცემა გავაკეთე მთელი წლის განმავლობაში და მე ვთვლი რომ აი ეხლაც კი წავა ის გადაცემა იმდენად ეს რომელ წლებში 90-იანებში იყო თუ 95-14 აუ დაბადებულები არ არ ვიყავით დაბადებული. იყო მისტიკა იყო აი მუსიკის ზეგავლენა ადამიანის ფსიქიკაზე 94 წელს ეს იყო იმდენად უცხო ხილი რომ მაშინ გამოსული იყო ის სახლის ზოლუბანში რაღაც მაშინ ცოტა მისტიური ის იყო რა ხო მაგრამ ის სხვა რაღაცა იყო და ეს იყო დაყრდნობილი მეცნიერებაზე და ისეთ სხვათა ერთ რაღაცას გეტყვით და არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი არასოდეს არ წარმოაჩენ ჩემ თავს აი როცა რაღაცები გამიკეთებია აი იგივე ამდენი დიპლომი, ამდენი სწავლა, ამდენი შრომა, ამდენი მოგზაურობა, დისერტაცია, დოქტორი ვარ. არ იცი რა მოგცა ეხლა რო გაიგე რომ დოქტორი რო ვარ, ფერი შემეცვალა თუ ის ინტელექტუალური გავხდი. ამიტომ მე მირჩევნია ვიყო პოზიტიური, სახალისო, ხალისიანი ვიდრე ეს რაღაცა და რის დოქტორი ხარ? რის დოქტორი ხარ? ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი ვარ და დისერტაცია დავიცავი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ზნეობრივი გმირები გიგა ლორდ-ქიფანიძის შემოქმედებაში. მე შემოვდივარ საკითხში. რაიმე უბანში რას გეძახიან? ეხლა გეტყვით ერთ ზემოწახელებია აქ რა ყველას ახლა მე მაგალითად მეც მეძახდნენ ბავშვობაში. არასოდეს არაფრით არ მეძახდნენ არაფერს. აი დაჟე ჯაჯო უკვე ძალიან დიდი ვიყავი რომ დამიძახეს. აი არ ოცნებად მქონდა. რო რამე ზეგნით სახელი გქონოდა? და არ გაქვთ მოფიქრებული ან რამეს. აი რა გინდათ და ჩვენ გავავრცელებთ რომ მოდი ეს დაუძახოთ ბატონს. არა, ნახე, მე ეს სახელი ზედმეტი სახელი თქვი ერთ-ერთ გადაცემაში. რომ აი ხო არის რომ არ ვიცი ხო გინდოდა თუ არა აი მე ვიცი სახელი ძალიან მინდოდა რომ ნიბლია მრქმეოდა და გიორგი გაბუნია შოუში მოვყვები თან იცი რა არის ცოტა გავითვალე რომ აი რომ მოვყვები რომ აიტაცებ არა გიორგის გარდა არავინ არ მეძახის ნიბლია სხვათა შორის სანამ დავიწყებდით ჩვენ პოდკასტს, მანამდე გიორგიმ გითხარა რომ იცოდეთ რომ ისე ნიბლია უნდათ რომ დაუძახონ ძაანო. ესე გითხრა წაიდან. გიორგის შევს მაქსიმალურად. ნანახი გა? ჰა? კარგი, ვიცით ხო. ნიბლია იცი რა ჩიტია? ნიბლია როგორ არ ვიცი. ბატონო ნიბლია შემდეგ გითხოთ თუ შეიძლება. ბატონო ნიბლია, ესე დაუძახოთ მაშინ იმიტომ რომ ძალიან უხარია. ბატონ გიეს. ეს არის ნაჯახი, პაწია ჩანგალა ის იყო რა ქვია, კითხვები. რა არის ეს საკითხვა? ხო. ეგ ყველაფერი რაც გაცვია რა ღირს თლიანად. აი თლიანად როგორ მოსეფის გახდა. თლიანად რო არ ხონდა. ნახეთ ეს 4 ღილი. აუ საიდან იწყებს ძალიან დეტალებით მე. არა, არ ვიყო დეტალები. 4 ღილი უფრო ძვირიღის ვიდრე ეს. აი ეს ყველაფერი არის ლილოში ნაყიდი ნაჭერი. და თქვენ შეკერილი. არა, მაგდეს ვერ ვქაჩავ, მანქანა არა მაგ და სხვათა შორის რაღაცა რომ მეცით ამ სპონსორობაზე. აი ისე გული მეტკინა რომ აი კინაღამ ვიტირე. რატო და მეგონა რომ რას ინატრებ ახალ წელს. მე გეტყოდით რასაც ვინატრებ. მერე თქვენ მეტყოდით რომ უი ჩვენ გაჩუქებთ ამას. აქეთ მომთხოვეთ სპონსორობა რა. ბატონო გია თქვენ ამ ხელა გამოსtildeების საკერავი მანქანა მინდოდა. საკერავი მანქანა. რომელი ფირმის? ყველაზე კაი. არ არის ძვირი არ ღირს სხვათა შორის. როგორ გამიხარდა ეს ფერად იჭიკჭიკა რა. თან ჩვენი ხელებით ხო თქვენი რომელმა კალიგრაფია ხო ლამაზია. არა ნახეთ გეტყვით ახლა გასწავლით ოღონდ მართლა. ნახე კალიგრაფისტები საერთოდ გამომძიებლები როგორ ხვდებოდნენ რა ტიპის ადამიანები არიან. ნახე აი ხედა უკუღმა. რას მიხდი? ნახე ეს ადამიანი რომელმაც ეს დაწერა ცოტა ნევროზულია და და რომელი ხართ? მითხართ მიდი რა მოდი თქვენ თუ გამოიცნოთ. რომელია ნერვული არის? რომელმა და არა ეს სისხლია ვერ ვიცნობ ტყუპები არიან ერთი ანუ აქედან ერთ-ერთია? ხო ერთ-ერთია
ხო და ცოტა ნერვიულია და ამას ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ საქვეყნოდ შეგრცხვება. და მე კიდე ისეთ რამეს ვერ ვიტყვი რომ ამოჭრათ მე არ მინდა. ვაი მე ესეთი რა უნდა თქვა. ნიკა, თქვი, შერცხვი და მაგარი რეიტინგია. ნუ იგონეთ ეხლა რაღაცა. ერთი რამეა, მე ხელცარიელი არ ეს მოსულა. რა თქვით ბატონო გია ეხლა. უნდა დავაკვირდე. მე არ მოსულარ ხელცარიელი. ხო, ეხლა მე თქვენ დიახ. გაჩუქებთ ქვებს. აუ, ძალიან მაგარი. ძალიან კარგი. ოღონდ აი აქ მაგ 4 ქვა, სპეციალურად წამოვიღე 4. და თქვენ უნდა აიღოთ და იმის მიხედვით მე 2-3 სიტყვას გეტყვით რა. აუ, ძალიან მაგარი. აუ, ძალიან კაი. კაი. აბა დავიწყოთ. აუ, მე დავიწყებ რა. პირველი შეიძლება რომ მიავიღო? დაიცადე. უფროსი რომელი ხართ? ყველაზე უფროსი მე ვარ. იმან უნდა დაიწყოს. რა ბოდიში. არა. შენ რო დაიბადე რომელი პირველი ვიყავ. პირველი იყავი. რა ეს ყველაზე ხვედრი ეს, ხვედრი. კარგი, მე უნდა ავარჩიო ერთ-ერთი ქვა, ხო? აი მოდი ამას ავიღებ. ხო. ბოლოს სიტყვით შემდეგ ხო, აბა. გასაგები. მე მომწონს ლამაზი. შნახე რა ლამაზი. არ შეიძლება რომ შევეხო ხო ორივეს. არა, ერთი აიღე, ერთი აიღე. არა, რასაპირები რომ შეხებოდი. რაღაცა მოიფიქრა და რა, რომელი სლიგინა? კარგი. ამეგბე, დაგეგესრე. არა, დაბადე გეტყვი. ეგ რა არის, იცი? მე ვშვები ხოლმე. შეიძლება შევეხო რომ შევამოწმო როგორ რაღაც. მიდი ჩქარა აირჩიე. ყურძნის მარცვალს გავს და აი ამას ავიღებ. აჰა. ეხლა ნახეთ, გეტყვით მე თქვენ ერთ რა. ეს ერთი რო დარჩა. იყოს. მზად აქვს ბატონ გიას. ერთი რო დარჩა, ხო არ გონიათ ეს ზედმეტი იყო და ის. ეხლა ნახეთ, გეტყვით. დიდი შანსი გაქვს, რომ კარგად იყო მატერიალურად. ოღონდ შანსი გაქვს. მე უნდა გამოვიყენო, ხო? მექნება შესაძლებლობა ნახე, კი ბატონო. მე პირველი რო შემოგხედე, ოღონდ სწორად გაიგე და არ გავუბრაზდე იცოდე, სწორად გაიგე. ნახე, მოდის გველის წელი. გველი საერთოდ არის სიბრძნე. შენ გევხარ გველს. თვალები გაქვს ისეთი. გველის თვალები. ფოტოშოპს ჩვენც მაგას ვეუბნებით ხოლმე. მართლა? გველი ხარო ესე მეუბნებით ბიჭო. ვაი, არა, ნახე, განუმარტე, იმიტომ რომ მე არ დაუწყოთ ახლა გველი სულაც არ არის. კი, არა. მაგრამ ნახე, მომავალი წელი შანსი გექნება, რომ აი კარგად იყო. არ მიყვარს ამ სიტყვის ისა, არ გახორდე. არა, სხვებსაც იმას დავასპონსორებ ვიღაც. ზოგჯერ მე მე აქედან ისი არ წავა სანამ საკერავ მანქანას არ შემპირდები და არ მაჩუქებ. კი ბატონო, დავაბარტერებთ იმ თქვენს გადაცემას თუ გავაკეთებინებ, საკერავ მანქანას გაჩუქებთ. ეგ ის არის ქრთამია და მაჭერინე? არა, უნდა შევთანხმდეთ, რაღაც ვაჭრობა მიდის ახლა. არა, მომისმინე, მოდი შევფუთოთ. თქვენ ახალგაზრდები რაღაცა ეს 2 კაპიკი ხელფასი რო გაქვთ, იქიდან ჩამოდით და გამაგრა დაალაგდა. გვისრულებს. ბიჭო, გამოსტილია. მომისმინე რა გიხარ. თუ გინდა იყო ბედნიერი, უნდა შეუძლო. მე უნდა მქონდეს საკერავი მანქანა. გასაგებია. წარმოიდგინე. კი არა და დაიწერება გადაცემა ესე ბიჭებმა და მანქანა ეს აი ბიჭების გამო შევიკერე აურა და თანც კოსტიუმს დავარქმევ თქვენ სახელს. პირველ კოსტიუმს. ხო. რა სახელს? ერთი სიტყვით რომელ სახელს დაარქვეს? Smart costume. Smart podcast. ყველაფერი ერთად ვეღარ სამი ხართ ვერ მოგინელებთ ეს. უბრალოდ ჩვენ მაყურებელს ვეთქვი, რომ გამოჩდით მეგობრებო, დაგვეხმარეთ, რომ ბატონ გიას არ მინდა ეგეთი. დაეხმარეთ ბატონ გიას, რომ შეეძინოს საკერავი მანქანა. ჩვენ გაფასებიდან კაი, ჩვენი გაფასებიდან იქნება. კარგი. კარგით. მოკლედ, აი ეს ქვა ამაღა დაიდე თავ ბალიშის ქვეშ. ხვალ გავარკვე. ისა ხვალ დამირეკე და მომიყევი სიზმარი. და პირდაპირ გეტყვი რა როგორ უნდა იმოქმედო. სხვათა შორის ერთი რამეა,
გაგიმართლებს სიყვარულში. გამიმართლა უკვე. არა, ნახე, არასოდეს არ თქვა, რომ გამიმართლა. გამიმართლებს. ხო, გაგიმართლებს, რატო იცი? რომ გაგიმართლა, მე ის თავდება. ამიტომ სულ გაგიმართლებს. და ანუ ეს გაგიმართლებს. სიყვარულის ის არის ნიშანი? კი. და გამოვირჩი ესე. ნახე, სიყვარული ბედნიერებას ვერ მოგცემს ისე თუ მატერიალურადაც კარგად არ იქნებ. ერთი ძალიან კარგი რაღაცა აირჩიეთ. ან მე რაღაცნაირი ქვა ავირჩი, ანუ ჯერ ვერ გაიგებ ჯერ ვერ კარგი თუ ცუდია? არა, ნახე, ჭრელია ძალიან. ხო. პირველი რომელმა დაიწყეთ სპონსორობაზე ლაპარაკი. ამან დაიწყო. კი. ნახე, და სამაგიერო გადამექვა. არა, დავაი, არა, მე შენ არ არის, ნახე, იცი რა არის? იმდენად ნიჭიერი და ჭკვიანი ხარ. იმდენად კარგად თვითნაბადი მარკეტოლოგი ხარ. აი ის იყო კინაღამ დაგასპონს იმდენად კარგად მოიტანე. მე მგონია შენ უნდა ჩაუდგე იმ საკერავ მანქანას. მიხვდი? გასაგებია. ანუ კონცერტი ჩავუდგები? დამირეკე ხვალ, მე გეტყვი, ოღონ ნახე. ან სიზმარი რო ვერ ვნახო. მაგას გეუბნებოდი ახლა ნუ მასწრებ ხოლმე. ნახე, დაუშვათ არ ნახე სიზმარი და გამოგიხვიძე, განწყობა. აი ხო არის აი არა. აი განწყობაც კი უნდა მითხრა, რომ აი გაიღვიძე ბოდრად არა. გაიღვიძე კარგად. თუ ისე რა. ხო, ისე რა, რაღაცა აი განწყობის მითხრა. მოკლედ ხვალ დაურეკავს და ეს პოდკასტი რო დაიდება, ჩვენ უკვე გვეცოდინება ეგ შედეგი როგორ დამთავრდა შენი სიზმარი და მაგასაც მივაწყებ. ხვალიდება? არა, ხვალ არ დაიდება, მაგრამ დავდებთ ახლობლად რამდენიმე დღეში. მოდი, შეიძლება მიმართვა? მაყურებელს. კიდე რუბრიკა გვაქვს თქვენი, ეხლა ზუსტად ერთწუთიანი მიმართვისთვის აი მე მეტი მიმართვა არა. კი. ნახე, ხედავთ რომ ჯამრთელები ხართ, კარგად ახართ. მე არა მიშავს, ბედნიერი ვარ. და აი ესეთი მიმართვა მაქვს, რომ მაყურებელს მინდა მიუმართო. რომ გამოიწერონ თქვენი გვერდი. რომ ნახეთ ადამიანებს რომ გაახარებთ, თქვენც გაიხარებთ. აი ამ გადაცემის შემდეგ, რომ ბევრი გამომწერი მოვა, თქვენ ხო გაიხარებთ. მერე თქვენ ხო იფიქრებთ იმაზე, რომ მეც გავიხარო, რომ დამირეკავთ და აი ესეთი ყუთია ისაკერავი და მაგას რომ მოგიტან. რამდენი აი ჯაჭვური რეაქცია აქვს ბედნიერებას არ ატყობთ? კი. კი. რაღაცა ხასიათზე ვერ ახარ. ჩვენ თუ ავართ 10,000 გამომწერზე და თუ გავიხარებთ? და თუ გავიხარებთ საკერავ მანქანას ვიყი. არა, ჩვენ გადაცემაში უნდა ვაჩუქოთ რა. თუ გადაცემა შედგება ჩვენი ერთობლივი სხვა რაკურსში, ჩვენი დაწერილი სცენარით. არა, თუ ისე არ ვამბობ. არა, თუ არა. ეხლა გეტყვით და დავამთავროთ. ნახეთ თქვენ მოდიხართ ჩემთან გადაცემაში და მიკეთებთ სიურპრიზს. მე არ ვიცი და რო გახსნით. მე შევიცხადებ შეიძლება გული წამივიდეს. მოდი ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზე, რომ არავიდან არ მომწონს. კარგად მოიგე რომ არ გამიხარდება რომ ბატონ გიას გული წაუვიდეს და მინდაო. თქვენ გინდათ გულის წასვლა კი ბატონო. არა, მე მინდა გული. ხო ხედავ, ჩემ ხარას არის. მინდაო და მინდა, მოკლედ, უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ, რომ მოხვედით ჩვენთან. იყავით ჩვენი პოდკასტის სტუმარი. კი, კარგი იყო, კარგად ვილაპარაკეთ, ვიცინეთ. მე რამდენი გადაცემა? მესამე გადაცემა ეს. ვაჯობე წინა ორს თუ არა? ისინი იუმორისტები იყვნენ, თქვენ ახლა სხვა მიმართულებით ხართ. ანუ ხო ხვდებით ჩვენ იქ სხვა საუბარი იყო, აქ სხვა საუბარია რა. დიპლოჭიათურული პასუხი რო გამწოდა. დავდებთ პოდკასტს, მოკლედ აი ნახვებით, გამომწერებით, ლაიქებით, კომენტარებით, შედეგს აუცილებლად მოგახსენებთ. კი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან როგორც მე ძალიან კარგი გამოვიდა. ძალიან ვისიამოვნე, იმიტომ რომ ძალიან სასაცილო იყო, ძალიან კარგად ვისაუბრეთ, მადლობა. და რავი, აბა გამოგვიწერეთ ჩვენ უყურეთ ბატონგიას თავის გადაცემაშიც და როგორც თქვენ მოხვედით ჩვენთან საჩუქრებით, ჩვენც არ გვინდა რომ ხელცარიელი გაგიშვათ და გვინდა და ჩვენი სპონსორისგან, არომატოსგან გვინდა რომ სუნამო გადმოგცეთ საჩუქრად. რომელი? თქვენ რომელსაც აირჩევთ. რომელს ავირჩევთ? საკერავ მანქანას, რომელიც მოუხდება? შეგიცვლით. არა, უცებ ვიფიქრეთ რომ მე როგორი ვარ, იცი,
აი დავიბენი ორიენტირებული ვიყავი უკვე სუნამოზე, რომელი უნდა ამეღო და ეს რომ ცოდნოდა, თავიდანვე დავიწყებდი. მოდი ერთ რამეს გეტყვით. ერთი უნდა ავირჩიო თუ ორი? თქვენ თუ გინდათ ორი აირჩიოთ. არა, რატო დავთანხმდით? არ მინდა. იმიტომ რომ კარგი პოდკასტი იყო და მე მინდოდა მომეპოვებინა თუ არა, ესე არა, ესე არ. მაშინ არა ერთი. ერთი წაიღეთ. აი ეს წითელი მინდა. აუ სხვათა შორის ამაზე, კი ბატონო. ჯერ მოგხსენეთ მე გეტყვით. მე მეტყვით, მე ვიცი უკვე. რა იცით? მე სულაც არა ვარ ისეთი ადამიანი, როგორიც იმიტომ რომ კალბატონთან გონადირაძე მგვითხრა მაქსუნამოზე. აი ხა მე გეტყვი თქვენ ერთ რამეს. საერთოდ სექსი, ნება, ნდომა, სურვილი, ლტოლვა, ეს ყველაფერი მოქცეულია ამ სუნამოში. და მე ეს მინდა წავიდე. ბატონო. ეს თქვა კალბატონმა ნინო. გასაგებია. დიდი მადლობა საჩუქრისთვის. პირიქით. ძალიან კარგი კარგი პოდკასტი გამოგვივიდა, ჩვენ მაყურებელს მიმართავ რომ გამოვიდეთ. ქვემოთ არა, ბალიშიც. სორი, არ დაგესიზმრება არაფერი. თქვენ ამოვიდეთ და მოკლედ, მადლობა ბატონო გია. ჩვენ მაყურებელს დავამშვიდობები. კიდევ ერთხელ ვეთქვი რომ გამოიწეროს ჩვენი არხი, უყუროს ბატონო გიას გადაცემას და კიდევ ახალი და კარგი პოდკასტი დაგიბრუნდებით. დაგვიწერეთ კომენტარებში ვინ შეიძლება მოვიწიოთ სტუმრად. კი ბატონო. აბა კარგად. დიდი მადლობა. გაიხარეთ.